მადლით მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. გილოცავ დიდებულ დღესასწაულს იესო ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში ჩვენ მეორნაირად ბრძობას ვეძახით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია იმით რომ როდესაც მაცხოვარმა აღადგინა 4 დღის გარდაცვლილი აყროლებული უკვე გვამი ლაზარესი ეს იყო დასტური იმისა რომ ნამდვილად მესია იყო ქრისტე ნამდვილად დამთავრდა სიკვდილის გზა სიკვდილი არ არსებობს და როგორც უნდა მესიას ისე იქნება და ის იქნება ისე როგორც ჩვენ წამში გვაქვს მოველი აღდგომა სამკვეთლით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესას ესე იგი ცხოვრება გაგრძელებული და მარადიული ეს გრძელდება ჩვენი გასვლის შემდეგ ამ ქვეყნიურ გასვლის შემდეგ და ხოლო მეორე მოსვლის შემდეგ ყველა ადამიანი ადამიანიდან დაწყებული აღსდგება და გარდაიქმნება ახალიცა ახალი მიწა თუ რაღაც სასწაული ამბები იქნება და დაიწყება მარადიული ბედნიერი ცხოვრება სასწაული აი ამ წამსის მატარებლები ვართ ამ გზაზე ვდგავართ და ვართ ბედნიერები ნახეთ როდესაც მიხვდა ისრაელი რომ სიკვდილი აღარ არსებობს იმიტომ რომ 4 დღის აყროლებული მკვდარი აღადგინა ნიშნავს იმას რომ სიკვდილს დახურავდა და დახურა კიდევაც უფალმა ამიტომ მოკლა და მოსპო ამიტომ ადამიანი ნახე ფსიქოლოგიურად როგორ ბედნიერი გახდა გამიგეთ აი ეს ჩვენ ბედნიერები ვართ ქრისტიანები ფსიქოლოგიურად ჩვენ ბედნიერები ვართ იმიტომ რომ ჩვენ წამს მარადიული ცხოვრება და ვართ ბედნიერები არადიულია აი ვისაც ერთ წამსი არა ის ფსიქოლოგიურად უკვე გატეხილი მკვდარი სულიერა და ჩიხში შესულია და ხედავ ჩვენ გაუბედურება ხო ვისაც ერთ წამსი არა უნდათ რომ მარადიულად იყვნენ და არიციან რა გააკეთონ ნარკომანობენ ლოთობენ და 1000 საშინელებებს აკეთებენ ურწმუნო კაცი ესეთი ათეისტი კაცი ესეთი ამიტომ ჩვენ ბედნიერები ვართ და განსაკუთრებით ჩვენთვის კიდევ სასიხარულოა ის რომ ლაზარე რომელიც აღადგინა მაცხოვარმა ჩვენს დიდებულ ლექსში იოანე ზოსიმეს ლექსში სახარებასა შინა ლაზარეს ქართულ ენას ლაზარე ქვია ანუ სიმბოლიზდება ლაზარე საქართველოსთან და ის ხატი მე რო განახეთ ორ ზღვას შუა გამოსახული აღმდგარი ანუ შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის ეს მე-12 საუკუნის ხატია ჯერ კიდევ როდის აი ეს აზრი იყო გატარებული რომ საქართველო რელიგიურად არასოდეს დამარცხდება არასოდეს მოკვდება და რამდენიც რომ მოკლან თითქოს ჩვენ ისტორიაში ესე იყო რამდენი თითქოს გაგვაქრეს და მაინც აღდგებოდით და როგორც მკვდარი ლაზარე ენა საიდუმლო ამაენა საშინა დიდარსო ამბობს იოანე ზოსიმე და ეს საიდუმლო ნაწილობრივად განცხადდა იმ გაგებით რომ ყველა ენა მოკვდა რაც კი არსებობდა ხო ადრინდელი ინგლისური სლავური რაც კი არსებობდა სომხური ნუ რამდენი ქვეყანაცა იმდენი ენა ყველა მოკვდა ძველი მკვდარი ენებია ქართული ენა დარჩა ერთადერთი რომელიც არის ცოცხალი ენა და როდესაც იაკობი ღმერთს ეჭიდებოდა ჩვენ დაბადებაში ვკითხულობთ ხო მაშინ ანგელოზის სახით გამოცხადებულმა ღმერთმა უთხრა იაკობს რა ქვია შენ მე ვქვია იაკობიო ამიერიდან ეწოდოს ისრაელიო და შენ რა ქვიაო უთხრა იაკობმა და ღმერთმა უთხრა მე ვქვია საკვირველი იმიტომ ვამბობ ჩვენ საკვირველი მოქმედი მამები ვინც მიაღწია საკვირველი მოქმედი ნიკოლოს საკვირველი მოქმედი სპირიდონ საკვირველი მოქმედი ესე იგი საკვირველი და ეს ქართული სიტყვა საკვირველი იდებს ისრაელს ამ სიტყვას ებრაულ სიტყვას ისრაელს აი მე სახში რომ ვიხარ დაწერეთ საკვირველი და ნახავთ რომ სიტყვა რომ დამარცხულოთ ისრაელი აიღო დასვასო ესე იგი ამ საკვირველიდან ამ ასოებიდან გამოვა ისრაელი ასევე ნახეთ საკვირველი კვირა საც იტევს ეს სიტყვა
ქართული სიტყვა საკვირველი. ანუ კვირა ეს უკვე ბერძნული სიტყვა უფლის დღე. გამიგე? ორივე სიტყვას, აი რა ხელა საიდუმლო ეს ქართული ენა. მოკლედ ბედნიერები ვართ ჩემო ძვირფასებო, 10 მაგარ, 100 მაგარ და უთვალავჯერ ვართ ქრისტიანები და ტრადიციულად ავწიოთ ბზები და ვთქვათ ოსანა მაღათა შინა კურთხევლას მომავალი სახელთან ჩვენთანაც ბზა ეხლა იკურთხება როგორც